მუსიკალური ბათუმი ათენში 24 ოქტომბერს, ანუ დღეს ათენის მუსიკალური თეატრის მარია კალასის საკონცერტო დარბაზში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების გალა კონცერტი გაიმართება. ძალიან დიდია სამზადისი ქართული კლასიკური მუსიკის საღამო საქართველოს საბერძნეთის მეგობრობას და დიდი მაესტრო ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას მიეძღვნება. გალა კონცერტი აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით ფარგლებში დაიგეგმა, რა თქმა უნდა და ორი აჩიკოს ჩართვას ვაანონსებთ დიდიდან აჩიკო გოგიტიძე და აჩიკო ბერიძე. უპირველეს ყოვლისა მომღერლები, რა თქმა უნდა, ეს ის პროფესია, რომელთაც მაყურებელმა ისინი შეიყვარა, თუმცა საქართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი რეგალია შეგვიძლია დავასახელოთ და უსაყვარლესი ბათუმელები ასე შეგვიძლია წარვადგინოთ უბრალოდ. დილამშვიდობისა მოგესალმებით. რა კარგია თქვენი ხილვა. მოგესალმებით. მოკლედ ჯერ ოფიციალური ამბებით დავიწყოთ. მე ვახსენე რომ მთელი ძალიან დიდი გუნდი ხართ ჩასული, მთელი ორკესტრი, სოლისტები და ბევრი ადამიანი, როგორ მიმდინარეობს რეპეტიციები და როგორია სამზადისი. გესმით ჩვენი ხმა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დილამშვიდობისა, დიდი მადლობა რომ გამოხატეთ ინტერესი ჩვენს ვიზიტთან დაკავშირებით. მუსიკალური ბათუმი სწორედ ამ სათაურით გაიმართება დღევანდელი ღონისძიება ათენის მარია კალასის სახელობის მუსიკალურ დარბაზში. ძალიან მნიშვნელოვანი საღამოსთვის ვემზადებით. დიდი დელეგაცია არის აჭარიდან წარმოდგენილი, მუსიკალური სამყარო, ასე შეიძლება ითქვას. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რომელიც ორგანიზებული აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ და საქართველოს საელჩოს მიერ საბერძნეთში. ეს ყველაფერი ემსახურება, რა თქმა უნდა, ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დღეს უამრავი ქართველი დაესწრება დღევანდელ ღონისძიებას. ემიგრაცია, დიასპორა, ასე ვთქვათ და ამ ადამიანებს თუ რამე აძლევინებს საქართველოს ფარგლებს მიღმა, სწორედ არის ქართული კულტურა, ქართული სიმღერა და ჩვენ ჩამოვედით, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ვაჩუქოთ ესეთ დაუწყარი წუთები. ესეთი შემადგენლობით, ესეთი მასშტაბით ჩვენი რეგიონის სახელი დიდი ხანია კულტურის დღეები არ გამართულა საზღვარგარეთ და ძალიან გაგვიხარდა რომ სწორედ ამ შემადგენლობით ჩვენი საამაყო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო დავით მუქერია, შესანიშნავი მომღერლები, სოლისტები. დავით საოცრად სხვანაირი აურატრიალებს, რადგან მარია კალასის სამშობლოა, მარია კალასის სახელობის მუსიკალურ თეატრში გამოდივართ დღეს. გაორმაგებული ემოცია და მე ვფიქრობ, რომ დღეს არა მარტო ჩვენ ვიქნებით კმაყოფილი, არამედ იქნება ის ხალხი კმაყოფილი, რომლებიც ძალიან ბევრი ქართველები ჩვენი სათვისტომო, რომელიც ცხოვრობს საბერძნეთში, დღეს აი გულმოდგინეთ, ბევრი წერილი შემოდის, ბევრი ზარი შემოდის, ემზადებიან ჩვენთან შესახვედრად და ასევე მოხარული ვარ, რომ როგორც ვიცი 26 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ესწრება დღევანდელ საღამოს. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ დღეს ძალიან საპასუხისმგებლო დღე გვაქვს და ვეცდებით, რომ ვასახელოთ ქართველი კომპოზიტორები და ქართული ხელოვნება ზოგადად. როგორ დააგხვდნენ, როგორი იყო შეხვედრა იმ ადამიანებთან, თქვათ, გაცნობითი სახის შეხვედრები თუ გქონდათ ადგილობრივებთან და მაინც პროგრამაზე გავამახვილებ ყურადღებას, რა შეასრულებთ დღეს? კი ბატონო, დღეს სრულდება მთლიანად თავიდან ბოლომდე საკონცერტო რეპერტუარი შეადგენს გენიალურ ქართველ კომპოზიტორებს, შესრულდება არაერთი ცნობილი საესტრადო ნომერი, ასევე კლასიკური ნომერი. მაესტრო მუქერიას საკმაოდ კარგად შეკრა რეპერტუარი, რადგან იყოს ყველასათვის სასიამოვნო და ნოსტალგიური. მე ვფიქრობ, რომ ბევრი ტაში იქნება დღეს დარბაზში, ბევრი ცრემლიც იქნება, ნოსტალგიური მომენტებიც იქნება, ამიტომ ჩვენ არა როგორც კონცერტისთვის არ ვემზადებით რა. ვემზადებით ერთი დაუვიწყარი დღის შესაქმნელად ჩვენს ქართველებთან ერთად და ჩვენს შესანიშნავ კოლეგებთან ერთად. კადრებში ვხედავთ უზარმაზარ დარბაზს, რომელშიც უკვე გაიარეთ რეპეტიცია და როგორი იყო შეგრძნება თქვენი კოლეგების შესახებაც რო გითხრათ, ძალიან დიდი გუნდი ხართ და სოლისტები თქვენი ისმენთ აჩიკო.
როგორი შეგრძნება ამ საოცარ დარბაზში. როდესაც მარია კალასის საკონცერტო დარბაზში რაღაც მიმდინარეობს რეპეტიცია. საოცარი დარბაზია, ძალიან ლამაზი დარბაზია, უამრავ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ქალაქების დარბაზში მიმღერია და ყველა ჯერზე სხვადასხვა ემოციაა და ძალიან სასიამოვნო. აჩიკო ძირითადად ჩემს ალილუელებთან ერთად მიწევს ყოფნა და ამჯერად მიხარია რომ ჩემს ბათუმელებთან ერთად მაქვს ეს საშუალება რომ ვიდგენ სცენაზე და სხვადასხვა აღმოჩნდა რომ მოგნატრებია ერთად აი ესე სხვა ქვეყნის და სხვა ქალაქის სცენაზე დგომა თქვა ასე რომ შესანიშნავი განწყობა გვაქვს დილიდან ვემზადებით და როგორც აჩიკო მაგაშე ეს უბრალოდ კონცერტი არ არის ეს არის ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო დღე იმიტომ რომ გარდა ქართველებისა უამრავი სტუმარი დაესწრება ადგილობრივი როგორც ვიცი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და ჩემთვის კიდევ ერთი სიახე და ესე ვთქვათ ამბავი იქნება ის რომ და პირველად ვიმღერებ იმ სიმღერას რომელიც ჯერ ორკესტრთან არ მიმღერია ჩემი რეპერტუარიდან და ასე რომ აი ამ ემოციებისთვისაც ვემზადები რომელიც სპეციალურად ბატონმა მაესტრო დავით მუქერიამ შექმნა ამ ჩემი თეატრინორიას სიმღერისთვის და მოკლედ ძალიან დიდ მოლოდინებში ვარ პირადად